ჩვენ გვაქვს რა მემკვიდრეობით მიღებული ადამიანისგან დაზიანებული ბუნება, ჩვენში ადამიანისგან ბევრი რამ გადმოვიდა ცუდი, მათ შორის არაჯანსაღი რელიგიურობა. რა არის არაჯანსაღი რელიგიურობა? როდესაც მორწმუნე ადამიანი ფიქრობს, რომ მან რაღაც უნდა აკეთოს და პრინციპში უნდა აკეთოს და ვაკეთებთ და აი ამ რაღაცის კეთებით, ცოტა ვულგარულად თუ ვიტყვი, ქულებს იწერს ღმერთის წინაშე და იმსახურებს სასუფეველს, სხვათა შორის დასავლურ კათოლიკურ, მოგდიეთ, ლათინურ ქრისტიანობაში არსებობს კიდევაც ესეთი ტერმინი, ზედმეტი დამსახურება რაღაც ესეთი, ანუ იმაზე მეც აკეთებ, ვიდრე ეს ჭირდება შენ ცხონებას და შემდეგ ამას სხვებსაც უნაწილებ. მაშინ როდესაც აღმოსავლეთში განსაცვიფრებელი რამეს ხედავთ წმინდა მამებთან, მათთვის წარმოუდგენელია, რომელიმე წმინდა მამის ცხოვრებაში ნახო, რომ იმდენი იღვაწა, რომ ახლა სხვებსაც უნდა გაუნაწილოს თავის ნაღვაწა. და პირიქით გვაქვს ეს საოცარი გამონათქვამი, რომელსაც მე ხშირად გიმეორებთ, აბრაამი როცა წარსდგება ღვთის წინაშე, აბრაამი, რომელიც იმგვარად ენდობოდა ღმერთს, რომ საკუთარ შვილსაც კი იმეტებდა, სხვებს შესაწირავად, გახსოვთ ეს ისტორია ალბათ, ვინც პრინციპში უნდა კითხულობდეთ ძველ აღთქმას, აბრაამი რო წარსდგება ღვთის წინაშე, შეინანებს, რომ უფრო მეტი არ გააკეთა. ვერასოდეს გააკეთებს ადამიანი იმდენს, რომ მისთვის ზედმეტი იყოს და სხვას გაუნაწილოს. ესეთი რამე უბრალოდ ქრისტიანობაში წარმოუდგენელი. რა არის წარმოუდგენელი ჭეშმარიტ ქრისტიანობაში? რომ შენ რელიგიურ ცხოვრების წესი რომ გაქვს და რაიმეს აკეთებ და აკეთებ სიკეთეს რელიგიურ ცხოვრებაში. ამით შენ რაღაც ქულებს გეწერება და იმსახურებ სასუფეველს. აი ეს არის რელიგიურობა იმ ტიპის, რომელიც გადმოგვეცა ჩვენ მემკვიდრეობით ჩვენი პირველ მშობლებისგან.